ასე არ შეიძლება. პირდაპირ უთხარი ყველაფერი. შენი მოჯადოება თუ მოახერხე მჭერმეტყველებით, ძიასაც მოვაჯადოებ. შენი მჭერმეტყველება არაფერ შუაშია. აბარით მოხიბლე. რატომ ხარ ასეთი თავდაჯერებული? შენ თვითონაც იცი. ეს უბრალო მკვლელობა არ არის. ეირის მანქანაში ნაპოვნი საბუთები დიდი სკანდალის მიზეზად იქცა. ცნობილი ბიზნესმენი იუსუფ ეირი მოკლული იპოვეს საკუთარ მანქანაში. დაახლოებით საღამოს 10 საათზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საბუთებმა, რომლებიც მანქანის ჩხრეკისას იქნა ნაპოვნი. გუშინ ძალთა თანაფარდობა შეიცვალა. ყველა ვინც არაფრად გვაგდებდა, ახლა ჩვენს კართან მოვა. ერთ დღეში ეს როგორ შეიძლება? ერთ დღეში არ მომხდარა ეს. მე და ძია თვეებია მუშაობდით ამ საქმეზე ჩუმად. ახლა ყველა მხარს დაგვიჭერს. რა შეიცვალა? მომავალ კვირას ორგანიზაციის საბჭო შეიკრიბება. ნეჯეფი გადადგება და თავის მაგივრად ძიას კანდიდატურა შესთავაზებს მათ. და მალვა აღარ მოგვიწევს. და მეც თავისუფლად ვიბლი ქუჩაში. თანაც როგორც ჩემი ქალიშვილი. ჩვენს დახოცვას აღარ შეეცდებიან? თუ შეეცდებიან, მიხვდებიან, რომ ძლიერები ვართ და ძლიერი ზურგი გაგვაჩნია. ისევ ჩავიცვამთ კოსტიუმებს და ისევ დავნიშნავთ ჩვენს კაცს. ვინ არის ეს ჩვენი კაცი? ზია იდგება სათავეში. მას კულისებში მოუწევს ყოფნა. კონსულტაციას გაგვიწევს. ჩვენს ინტერესებს კი ჩვენი კაცი წარმოადგენს. ვიღაცამ უნდა წარმართოს საქმეები. ეზელ შენ მზად ხარ ყველაფრისთვის, მაგრამ ამ როლისთვის ერთად მოგამზადებთ. ერთი წუთით. ის კაცი თვითონ წარმართავს საქმეებს. ასეა? როგორც საჭირო იქნება. მას არ უნდა შეეშინდეს ხელის გასვრის. არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ სასტიკი იყოს მართალსვლა. გააგრძელე მეგობარო. ის მტკიცე ხასიათისაა, როცა საჭიროა მოკლის ბრძანებას გასცემს. მართალია ჯერ არ იცნობენ ამ წრეში, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ გარემოშია. საით მიყავს ლაპარაკიალი? იქით რომ ეს ეზელი არ არის. ეს მე ვარ. ყველას თავისი თამაში აინტერესებს კენან. ნუ დაუჯერებ მათ. მათ უნდათ რომ წაგვაჩხუბონ. ჩვენც ეირის ბედს გავიზიარებთ. მოდი დავიძვრინოთ თავი მათი დაგებული მახეებიდან. წამოდი ბატონო ჯენგიზ. ისინი გვეთამაშებიან. თავიდანვე უმიზნებდი ეირის ადგილს. კენან მათ უნდათ რომ წაგვაჩხუბონ. ეზელთან შეგარე პირი რომ ეირი მოგეკლათ. შენ ეს საქმეს ჩემს ზურგს უკან გააკეთე. ჩვენც იგივე გველის, რაც ეირს დაემართა. სერდარის მოკლათ შენი გეგმა იყო. თემუზი გადაიბირე და მას შეუკვეთა ეს. მას შეუკვეთა ეს მკვლელობა. მარა კენან. ფოტო მიეცი მას. ის ამ კონვერტშია. ჩვენ ხომ უფრო ჭკვიანები ვართ. ჩემი ფოტო. ძალიან გამაბრაზე ჯენგიზ. ყველაზე ცუდი ფოტოა არჩიე. აქ ძალიან ცუდად გამოვედი. ეს ვინ არის? დაიჩოქე. კენან. ჯენგიზ გააკეთე რაც გითხრეს. ჯანი. ჯანზე იზრუნებ? ჩემო კარგო ჯენგიზ. გინდა ერთ რამეში გამოგიტყდე. შენი ჯანი სულ ფეხებზე მკიდია. ისევე როგორც თქვენი ოჯახური გარჩევები ომერთან თუ ეზელთან. ეს ყველაფერი სრულიად არ მაღელვებს. მე ერთადერთი რამე მაღელვებს. მოგება. ზუსტად. დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი ერთ რამეს. როგორ გონია აქამდე ცოცხალი რატომ ხარ? ეიშანის გამო. არა. მე და შენ თლად ასეც არ გავართ ერთმანეთს. მე სიყვარულს და საქმეს ერთმანეთში არ ვურავ. თავი დახარე.
90-იან წლებში ეირი დიდებული პარტნიორი იყო. მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყანა თავიდან იშორებს ასეთ ხალხს. ის წინა საუკუნიდან არის. თავი დახარე ყმაწვილო. თურქეთს აღარ სჭირდება მისნაირები. მას მათი დასამარება სურს. ახალი ეპოქა დაიწყო. მე იმათგანი ვარ, ვინც მზადა ახალი ეპოქისთვის. ხალხს ისე განვალაგებ, როგორც საჭიროდ მიმაჩნია. ამიტომაც ამოგირჩიე მაშინვე. ახლა შეგიძლია თავი ასწიო. ყველაფერი ჩემი მითითებებით ხდებოდა. მე მოგეცე ეირის მოკვლის ნებამ. მან უკვე ამოწურა თავისი თავი. მალე ხელის შემშლელ ფაქტორად იქცეოდა. მე მომწონს შენი ამბიციები და იდეები. მე ხომ მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებს. მოგება. ისევ იატაკზე რატომ ხარ? ვერ გაიგონე რა ვთქვი? ადექი. ალი, ამაზე ადრეც ვილაპარაკეთ. ადრეც იმავეს ვამბობდი მეგობარო. მე ვიფიქრებ. არ გინდა ძიე. ის ხომ ამას სერიოზულად მიიღებს. ხოდა ელოდე მისგან უსიამოვნებებს. ყოველად ნუაძლევი მეც. თქვი ვიფიქრებ მეთქი და ესე იგი ვიფიქრებ. ახლა კი ეს მითხარით. თქვენ რა, საქმე არა გაქვთ? Daha önemli bir meseleniz yok mu kardeşler? ის გოგო თვითონ გამოწყდა. მათ დაქორწინება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ახლა გამოდის მხოლოდ შებნემს კი არა, ტევფიქსაც ვკლავთ. ალი, შენ ხომ ტევფიქის საუკეთესო მეგობარი ხარ? რა სიტყვი? მზად მის დასაჯდელად. ვინც ჩემს ადგილს დაიკავებს? იმან ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. აი, სწორედ ამიტომ ვიფიქრებ. ვიფიქრებ. ტელეფონს არ სელოდება. დაურეკე. Açma. არ უპასუხო. Açma gidelim არ გინდა. beraber. ha? მოდი ერთად გავიქცეთ. Kaçalım beraber. მე ხომ მოვედი. Ama geldim. შენ გამო მოვედი ტევფიქ. არ გაგწეულ ვარ. დავბრუნდი. İşte geri geldim. ყველანი გაკყიდეთ, მაგრამ შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. Herkesi Tevfik. sattım. Senin için her şeyden Mismen. vazgeçtim. Tevfik. ტევფიქ, O zaman sana Alo. ihanet ediyorum. გაკყიდე, მაგრამ მაპატიე. ალო, Şimdi her şeyi ახლა კი როცა ყველაფერი მივატოვე და დავბრუნდი, affetmeyeceğim. არ მაპატიე. ალო, Geliyoruz abi. მოდი ვარ ძმაო. Ne olur bir ara kalkıp tekrar... ხო მითხარი რომ მთელი დღე ასე არ მჯდარ ხარ. ეიშენ. Ne olduğunu არ დაიჯერებ რომ გითხრა რა მოხდა. კენანმა დამიბარა მე მეგონა. ერთი თხოვნა მაქვს შენთან. ne istersin? ხო ვერაც გინდა. ეზელს. ისევ ესელი. ეზელს შეყვარებული ყავს. შეყვარებული. Vallahi. მართლა? რა იცი ამის შესახებ? Niye öğrenmek? რაში გაინტერესებს? ჩემ შულს მათ არ დავუტოვებ. Gördüm onları. მე ვნახე ისინი. Almak istiyorlar. მათ უნდათ რომ შვილი წაგვართვან და დაგვევიწყენ. Ben ilgileneyim. გინდა ის საქმე მოვაგვარო. Benim oğlum. ის ჩემი შვილია, ასე რომ მე მოვაგვარებ ყველაფერს. Tamam. გორგი, Şimdi öğrendim. გავიგებ ვინ არის ის გოგო. Niye söylemedin? რატომ არ მითხარი ალი? Neyi? რა? ის რომ სამღეში შენი კანდიდატურის განხილვა მოხდება. მოდი, Sonra konuş. მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ. როდის ალი? Mahkemeden სასამართლოს შემდეგ. დაკეტილია. Bizi çok... ძალიან გვაწყენინა შებნემ.
მაგრამ ყველაზე მეტად გული მას დაწყვიტე. ყველას გვაწყენინე. იცი აქ რატომ ხარ? შენ არაერთხელ დაგვაყენე საფრთხის წინაშე, არაერთხელ გავყიდე. ახლა ეს გადაწყვეტილება ყველას ეხება. ბოლო სიტყვა ჩემზეა. მაგრამ აზრის გამოთქმა ყველა შეუძლია. აზად. აზად. მე და შენ აქ ვჭორაობდით. კოქტეილებს ვსვამდით. განა ჩემი მეგობარი არ იყავი? იყავი? ჩემი მეგობარი არ იყავი? არა, არ ვიყავი. მე ვიცი რას ნიშნავს ოჯახის გარეშე გაიზარდო. შენ შენი საკუთარი ოჯახი გაყიდე. ამიტომ ნებისმიერ სასჯელს იმსახურებ. ალი. შებო. მე მაშინვე გაგშიფრე ჩემო გოგონა. ასე არ არის? არა მზადა, შენ ყველანი გავყიდე. ხომ მართალი ვარ? მითხარი. ხომ მართალი ვარ? ხო. ასეა. ქუჩის კახბა, თვალებში უყურებ ამას და ნელ-ნელა ზურგში დანასურთხავ. ასეა? მიპასუხე. მიპასუხე. ხო. მას საყვარელ ქალად მიაჩნდი. ახლა შეხედე და სიმართლე უთხარი ჩემს მეგობარს. უთხარი რომ ნაგავი ხარ მის გზაზე. სიმართლე თქვი. სიმართლე თქვი. სიმართლე უთხარი ჩემს მეგობარს, უთხარი. დევპიკ, მე არ ვარ შენი ღირსი. ეს არ არის საკმარისი. დევპიკ, მე უთხარი მეთქი. გეყოფა, ალი, გეყოფა. არ მეყოფა. მან ჩემს მეგობარს გული მოუკლა. არ მეყოფა. სიმართლე თქვი მეთქი. ძმაუალი. ჩემგან სიბრალულს ნუელი, ნუელი. ის შეიცოდე ჩემი მეგობარი, თავი დაანებე, გაუშვი. აიძულე რომ დაგივიწყოს. უთხარი, მიდი უთხარი. მიდი უთხარი, აიძულე რომ დაგივიწყოს მეთქი. მიდი. კარგი. დევპიკ, მე შენ გატყუებდი. ეს ყველაფერი თვალთმაქცობა იყო. ყველაფერი მახე იყო. ყველაფერი, რასაც გეუბნებოდი, ტყუილი იყო. დევპიკ, მე შენ არასდროს მყარები ხარ. ეს გინდოდა? კმაყოფილი ხარ? ახლა გადაწყვეტილებას მივიღებთ. შენ გესმის ეს რას ნიშნავს? გესმის? Adeki.
სწორად მოვიქეცით. არჩევნები ახლოვდება. შენ შეძლებ ყოველდღე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, სეზელ. არ ვიცი ძმაო. მე კი შემიძლია. მე ისიც კი შემიძლია სახლში წავიდე და მშვიდად დავწვე დასაძინებლად ასეთი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ. ალი. ბადე. სად ხარ? მოვიდე შენთან. ისე უცებ შენი ნახვა მომინდა. კარგი, მალე მოდი. ბადე უისალე 25 წლის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, მოქანდაკე. ეზელთან ბარში მუშაობს, ანუ ჩვეულებრივი გოგოა. შენ როცა ჩვეულებრივს უწოდებ გოგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ იცნობ ჯენგიზ. მისამართი აქ არის? რას აპირებ? ამას რისთვის აკეთებ? ჯანის დასაბრუნებლად თუ ეზელისთვის? გადადი. ტევფიკ. გადადი. წადი. იარე. გაჩერდი. Yalan söyledim. მოგატყუე, როცა გითხარი არ მიყვარხარ მეთქი. Seni sevmiyorum dedim. მე შენ მიყვარხარ. Yalan söyledim. ძალიან მიყვარხარ, ტევფიკ. Ben seni çok შენ არ seviyorum. გააკეთებ ამას. Sen yapma. არ მომგლა. Beni sen vurma. ჩემთვის არ გთხოვ ამას, შენთვის გეუბნები. Benim için değil. ამის შემდეგ ვერ იცოცხლებ. Senin için. არ მომგლა. Sen ეს yaşayamazsın. შენთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. Beni Ar vurursan gaaketho es. kendini vurmuş Ar gibi ginda. olacaksın. O yüzden მე sen თვითონ yapma. გავაკეთებ ყველაფერს. Sen yapma. მომეცი პისტოლეტი. Bırak ben yapayım. გეფიცები თავს მოვიკლა. Ver. მე თვითონ. Ver yemin ederim ben vuracağım kendime. Ver yapacağım. ტევფიკ. Ver. მომეცი. Tevfik. ტევფიკ. Tevfik. ტევფიკ. Tevfik. ტევფიკ. Tevfik. ტევფიკ. Yapamadın. შენ ვერ გააკეთე ეს. Yine yapamadın. ისე ვერ შეძელია ამის გაკეთება. ჩემი ტეფა. ჩვენ შენი გაგდება გადავწყვიტეთ. მოკლა არ გადაგვიწყვეტი. შენი ადგილი ჩვენს გვერდით აღარ არის. აღარ არის გესმის. Sen yaptın. შენ მიაღწია ამას. Sen ikna ettin. ყველა დაარწმუნე არა. Yine kendini ისევ ortaya დამიცავი koydun. ყველასგან. Sen ikna ettin. შენ დაარწმუნე ისინი. არა, Kahraman. შენ ჩემი გმირი ხარ. მე არაფერი არ მithქვამს. ყველა მყარეთ კენჭი. ეზელმა ჩემ გამო შენს გაგდებას მისცახმა. აზადმა შენს გაგდებას დაუჭირა მხარ. ალიმაც გაგდებას მისცახმა. ყველამ. ხოლოდ მე მივეცი ხმა შენს მოკლას. არა. ხოლოდ მე მივეცი ხმა შენს მოკლას.
კიდევ ერთი სიტყვა რომ თქვა, მოკლა. მოკლა. კარგია, კარგი დეფო, თავიდან მოიშორე. კარგად იყავი. ნახვამდის. თანამდებობის შესახებ უნდა ვილაპარაკო. წყვილი წინასწართან ხდება, სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე ასე არ შემიძლია. კამათი მოგვიწევს ამაზე. მე აშკარად დიდ ყურადღებას გითმობდი. რა? რას ნიშნავს ეს? მამა ჩემის დიდება მოსვენებას არ გაძლევს? მე ისედაც ვგავარ მას. უმცროსი რამიზი იქნები? ხალხს დახოცავ და გაასამართლებ. ასეთი ცხოვრება გინდა? ესაა ჩვენი ცხოვრება. მე მკითხე, მინდა თუ არა ასეთი ცხოვრება? გინდა? არა. აზად სამდღეში ორგანიზაციის უფროსი გავხდები. სხვა გზა ჩემთვის არ არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა. აზად. არსებობს მეთქი ჩემ გვერდით. მე არ დავდგები შენს გვერდით. შენ უნდა დადგე ჩემს გვერდით. მე იარაღით ვივლი და წესრიგს დავამყარებ. მე მწვერვალზე ავალ. მე გავხდები მთავარი კაცი. და შენ ჩემს გვერდით იქნები. გასაგებია? მე არ მინდა ეგ. გინდა. გინდა რომ ყველა მქედი მოიხაროს ჩვენს წინაშე. გინდა რომ ყველანი პოლიცია, მაფია, ყველანი ჩვენი ხალხეითები იყვნენ. გინდა რომ შენთან აი ასე მოვიდე. აი ასე. ასე მოკიდო ხელი, იმიტომ რომ შენ მიამირჩიე. არა. შენ მე იმიტომ ამირჩიე, რომ ასეთ ადგილებში ვათებდი ღამეს. იმიტომ რომ ხელის გასვლის არ მეშინია. იმიტომ რომ მე ძლიერი ვარ. შეხედე, ხედავ? ხედავ? აი ასე ვისწრები. აი ასე. Abla, götürelim mi? გოგონა წაგიყვანოთ? Arabayla yani. რა საგვირველია თუ გინდათ? geldim. დროა. არ ვიცი ასე რატომ ვნერვიულობ. ეს ხომ მე თვითონ მინდოდა. გეშინია. როცა ასეც მხედავ.
Böyle görmek Eski günleri hatırlıyorum. Zarsul'u იხსენებ. Eski günler. Zarsul'u ისევ დაბრუნდა რამის. არ ვიცი წარსული დაბრუნდა თუ არა, მაგრამ მე დავბრუნდი. Алло. Necip. მოვდივარ. Bekliyoruz abi. გელოდებით ძმაო. Алло. მე მგონი უნდა იცოდე, რომ დღეს შეკრება გვაქვს. იცი რატომ? მართლა? კარგია. წარმატებას გისურვებთ. რა ხდება? არაფერი. 20 წლის შემდეგ ისევ რამის კარაისკი ჩაუდგება სათავეში ორგანიზაციას. რასიზამ? არაფერს. ნიშნულოვანი დღე გაქვს? ძალიან. ალი სად არის? რამდენიმე დღე არ ჩანს. ამ დღისთვის ემზადება. სახლშია, აზატთან ერთად. კარგი, აქ ჩამავალ. მოიცადე, იქ მოვტრიალდები. არა, აქ ჯობია. არ გინდა რომ შენმა მეგობარმა დამინახოს? ჩვენ უკვე შევრიგდით. ეგ არაფერ შუაშია. აბა რა ხდება? როცა აქ ასეთი მანქანით მოდიხარ. ეს ისე ჩანს. კარგი. წავიდეთ თუ ასე ძალიან გინდა. არ ღირს. ჩემზე კითხავენ, ეგეთი ტიპი რა შეგჭირდებაო? ყველა იფიქრებს რომ ცხვირს იბზოებ. სახელოსნოს პატრონი ქირას გაგიძვირებთ. ისინი სისულელებს ლაპარაკობენ. რატომ აქცევ ყურადღებას? წავედით. არ უნდა მიაქციო ყურადღება. რა თქმა უნდა, მათ შურთ ჩვენი. იცი ზოგჯერ მე თვითონ მშურს ჩვენი. მოიცადე. როგორ გამოვიყურები? როგორ? აბა? რა სიტყვი არ ამიშავს? საერთოდ სარკეში ისე კარგად არ გამოვიყურები, როგორც იქ არ იყურებოდი, სადაც საჭიროა. მე შემომხედე? აბა როგორ გამოიყურები? მე თუ შენ, ვისზე მეკითხები? შენზე. არა მიშავს. რა ჭკვიანი მყავხარ? რაღაცა სიტყვი. მე კი მერე მთელი დღე თავს ვინდრევ. ეს დეფოა? 3 დღე გავიდა ასად, ჯერ არ გამოჩენილა. არა და ის მათ არ გავს, ვინც ერთ ადგილას ზის.
რამის ფრთხილად იყავი. ნუ ღელა. შვილო. წავედით მამიკო, მანქანა გველოდება. მამიკოს ნუ მეძახიალი. ძია და მიძახი, ეს საკმარისია. ბედნიერად წავედით. ჩვენი გმირი დაგვიბრუნდა და ის კიდევ უფრო ძლიერია ვიდრე ადრე იყო. მე მის ზეწოლას ვერ გაუძლებ. ვნახოთ, თქვენ თუ გაუძლებთ. მე ამ პოსტს ჩვენს მეგობარს რამის ვთავაზობ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ზია დიდი ხანი ამ დღეს ელოდებოდა ეზელ. ხოალი. და როგორ ჩანს, შენც დიდხანს ელოდებოდი ამას. მართალი ხარ. შეიძლება ასეცა. შეიძლება. ბევრი რამ გადავიტანი ამ დღისთვის. მე ჩემი ტვირთი ვზიდე. სანამ შენი სვენებ ჩვენს სიტყვა შევასრულებ, ნაჯებ. დიდი მადლობა. როცა პირველად ჩამოვედი ამ ქალაქში, მეგობრებო, ის ჩემს წინაშე ისე წარსდგა, როგორც მდიდარი მზე თუ ნახავი. მას ვერ შევწუდებოდი. ის ჩემზე მაღლა იდგა. მაგრამ მზად ვიყავი მისთვის ხელი გადამეგრიხა, დამეჩოქებინა და დამემორჩილებინა. მაგრამ არ გამომივიდა, მეგობრებო. არ გამომივიდა. აქ ცხოვრება დავიწყე. და შემიყვარდა ეს ქალაქი. მივხვდი, რომ ეს მზე თუ ნახავი, რომელსაც 1000 სახე აქვს, ერთ მშვენიერ დღეს ყველას დაგვაჩოქებდა. მე გამოვიყენე ჩემი შანსი. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. აი რა შეესაქმე, მეგობრებო. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გმირი, რომელიც მას დაიპყრობს. ის ვინც ჩემ გვერდით დაჯდება. ძია, ვიდრე მას წარადგენ, ნება მომეცი რამოდენიმე სიტყვა ვთქვა. თქვი. ამ ადამიანმა ძველი და ახალი უნდა გააერთიანოს. ასეა? მას არ უნდა ეშინოდეს ხელების გასვრის. ჩვენ სერიოზულ საქმეებს ვაკეთებთ. და მას არ უნდა რწმენოდეს ჩვენი საქმეების. სხვა არანაირმა მიზანმა არ უნდა გადაატანინოს ყურადღება ჩვენი ნამდვილი საქმიანობიდან. ჩვენ გვჭირდება კაცი, ვისაც არ ეშინია იმის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ჩვენ გავცემთ მოკვლის განკარგულებას. ვის შეუძლია უშიშრად ასეთი ბრძანების გაცემა? ჩვენ გვინდა გავლენის სფეროს გაფართოება. დიახ, ჩვენ თვალს ავუხვევთ სხვებს ძვირფასი კოსტიუმებით. ბიზნესმენებს დავირქმევთ სახელად, მაგრამ აქ ჩვენს წრეში პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენ საქმეებზე. ვის შეუძლია ძიას კვალს გახვეს და საქმე გააფართოოს? ვის შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს? აი შენ, ეზელ. წახვალ და გაურჩევ საქმეებს ქუჩის დილერებს. თვითონ დაელაპარაკები მათ? თუ წესიერად გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, ქუჩის დილერები არ იარსებებენ, ალი.
იარსებებენ მეგობარო, იარსებებენ. და ესე ჩვენი საქმეა. გაზახებ, შენ წაართმევ ჩვენი იარაღის პარტიას. მზად ხარ ამისთვის იომოეზაო. მზად ხარ? ჩვენ მხოლოდ იარაღის ბიზნესი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს აზარტული თამაშების ბიზნესი. მე ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შენ ნამდვილად არ მოგწონს. იარაღი, რეკეტი ორს ამოიცნობს შეხვედრის დროს ეზაო. ნებისმიერი ქუჩის ბიჭი გვიცნობს ჩვენ. საქმე წაგაა. მე ვარ ეს ქუჩის ბიჭი. ძია ლამაზად ლაპარაკობდა პოეტივით. მე აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მე არ ვარ სტამბოლზე შეყვარებული. როცა ახლოს გაიცნობ ამ ქალაქს, ჩემნაირი კაცისთვის ის ქუჩის კახპასებს გავსება. დიახ, მე მყავს საყვარელი ქალი. მაგრამ ეს სტამბოლი არ არის ძია. მე არ ვარ ეზელივი ჯენტლმენი, არც სწავლული შენსავით. მე ის ვარ, ვინც შენ იყავი სტამბოლში ჩამოსვლის პირველ დღეს. ფიცავ თუ კი მე დავჯდები შენს გვერდით, ნამდვილად დავიპყრობ ამ ქალაქს. ნამდვილად დავიპყრობ. გასაგებია, მე ამას გავაკეთებ. აი ესე. ყოჩახ მარწუხო. ბრავალი. მეგობრებო, მე ვიფიქრებ და ჩემს რეკომენდაციას მოგცემ. მაგრამ მანამდე ულამაზესი სტამბოლის სადღე გრძელო შევსვათ. გამარჯობა სტამბოლო. გონი უფრო განიერი მხრები უნდა ჰქონდეს. ეს ეზელი არ არის? თქვენ ვინ ხართ? ეიშანი. ეზელმა. ხო. სწორედ ეს ეიშანი ვარ. მოდი, ბოდიშს გიხდი. აქ არეულობა. მუშაობდი. ბოდიში. დაჯექი. ძალიან ლამაზი ხარ. შენც ლამაზი ხარ. ალბათ ვერ ხვდები რატომ მოვედი. მინდოდა მენახა ის, ვინც ჩემი ადგილი დაიკავა. ძალიან მინდოდა. მე არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ. ჩემზე საზიზღრებები გიამბეს, არა? არა. არავის არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთმანეთს ცუდად დაშორდით. გიყვარს ეზელი? საკმაოდ უცნაურია. მაპატიე რომ ასეთ შეკითხვებს გისვამ. არა უშავს. რამდენი წლის ხარ? 25-ის. სტუდენტი ხარ? ბარში მუშაობ, რომ სწავლის ფული გადაიხადო? მე მომწონს ეს სამუშაო. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ? საიდან იცი ეს ყველაფერი? არ ყავს გავლენიანი ოჯახი, არ გაქვს მხარდაჭერა. ეგრაშუაშია. ბოსი შეგიყვარდა. მას ძვირფასი მანქანები აქვს, ძვირფასი სახლები. ლამაზია, გავლენიანი.
bilgili. მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით. patronla. Neyine güven? თავი ვინ გგონია? Tamam. აი ეს კი ნამდვილად უცნაურია. წადი აქედან. Bu kadar რა ახალგაზრდა ხარ? Kıyamıyorum. ძალიან მეწოდები. Ama daha benim kim olduğumu ჯერ კიდევ გაიგებ მე ვინ ვარ. Ezel'e neler yaptığımı öğreneceksin. გაიგებ რა გავუკეთე ეზელს. გაკვირვებული დარჩები. Neye şaşıracaksın? და იცი ყველაზე მეტად რა გაგაოცებს? Onca şeye. ამ ყველაფრის შემდეგ Nasıl olup? როგორ შეუძლია ისევ ჩემი სიყვარული? უნდა ვიმუშაო. წადი აქედან თუ შეიძლება. მოდი აქ. მოდი. Bir bak gel. შეხედე შენს თავს. Sıradan ჩვეულებრივი სტუდენტი გოგო ჭუჭყიანი წინსაბრით. Yüzü gözü çamur içinde. Oğlan çocuğu. პატარა ბიჭს გავხარ. Bir de bana ახლა მას შემომხედე. nasıl როგორ görünüyor? გამოვიყურები? Nasıl durdu? როგორ ვდგარ, როგორ ვლაპარაკობ? Rujuma bakmasın. ჩემს პომადას შეხედე. ამაში შენი ერთი თვის ხელფასი მაქვს გადახდილი. Koy bunun üstüne 15. ამას მიუმატე წარსული 15 წელი, მოგონებები, ულამაზესი ბავშვი და მარადიული სიყვარული. შენ თვითონ უპასუხებ შენს ყველა შეკითხვას, ბადე. Benim yerime seni რატომ seçmesi. უნდა აგირჩიოს შენ და არა მე? Seni sevmesi için bir tane sebep söyle bana. Aşık bana. მას შევუყვარდი. Birden. ასე უცებ? Bade. ბადე, Ezel beni ეზელი უბრალოდ ჩემს დავიწყებას ცდილობს. çaresizce unutmaya გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩემს დავიწყებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. Ağlayacak mısın? ტირი, Ağlama. ნუ ტირი, Vazgeç. უბრალოდ უკან დაიხია. Ezel'le ben de ჩემი და ეზელის გრძნობებს შენ ვერ biz de olan მოერევი. şeyle savaşamazsın. Vazgeç. გვერდზე გადაგი. Sana da yazık. ტყუილად ნოეცდები ნურაბერს. გაიასად ხართ? ესეა, მოვედით ბატონო. ძალიან კარგი. ჩემი შეტყობინება გადაეცი მათ კაია. გადავცემ. შენ იცი რომ სანამ ჩამსვამდნენ ყველა გარიგება ჩვენი იყო? ალე. შეიძლება დავილაპარაკოთ. ციხეში სხვა ცხოვრება იყო. როგორ გამოხვედი? აბა როგორი გამოსვლა მქონდა? სარგეში ვიხედებოდი. ეს ძალიან შტამბეჭდავი იყო. ძალიან. ალე. აზად, მე წლების განმავლობაში მივიწევდი წინ. ვეჭიდებოდი რაღაცას და მერე ისევ ქვევით ვეშვებოდი. სულ ფიქრობდი რა არ მყოფნის მეთქი. დღეს მივხვდი. ეს შენ ხარ. შენ მაკლდი. ეს შენ ხარ აზად. შენ. ალე. რა სიტყვი? ახლა მთელი დღე ამაზე იფიქრებ? ალე, უნდა ვილაპარაკოთ. მერე.
ნუ ადგებით. მე ბატონ რამისთან ვარ. ბატონი კენანი მოგითხოვს გითვლით და გილოცავთ. სამწუხაროა რომ თვითონ არ მოვიდა. მე სწორედ ამიტომ ვარ აქ ბატონო ალი. ბატონი კენანი თავისთან გელოდებათ პოკერის სათამაშოდ. ძალთა ახალი გადანაწილების აღსანიშნავად. კონკრეტულად ვის ელოდება? ყველას, ვინც ამ თამაშში მონაწილეობს, ბატონო ალი. ალი. ხალხს დაუძახე, ჩემთან ვიკრიბებით. შენ დარჩი, აზად. შენ დარჩი. გამარჯობა. ბადე ჯერ არ მოსულა? ახლა მისი ცვლა არ არის? კარგი. კარგი. ალი. ბადე? სიურპრიზი. ვინმე მგაწყენინა? ისევ აკაურებმა? კარგი, აბა ვინ? ერთმა ქალმა. საინტერესოა, ქალები ყოველთვის რატომ ჩხუბობენ? მაინც ვინ არის ის ქალი? ეიშანი. ეიშანს ელაპარაკე? აქ იყო მოსული. რა გითხრა, რა გიამბო? ნიშნულობა არ აქვს. ეს შენი ბრალი არ არის. რა არ არის ჩემი ბრალი? მე თვითონ ვარ დამნაშავე. ბადე, არავინ არაფერში არ არის დამნაშავე. მაინც რით გაგანაწყენა ასე ძალიან ეიშანმა? სიმართლით. რომელი სიმართლით? ის ხომ შენ არც გიგიცნობს? სამაგიეროდ შენ გიცნობს. მე რა? მან იცის შენ რა გინდა. მე ვერაფერს მოგცა მეზელ. ეს შენ გადაწყვეტი ასე თუ ეიშანმა? მე მკითხე რა მებადე? მე დაგიჯერე შენ. მეგონა რა გიგონა? ახლა ვიღაც უცნობი ქალის გჯერა? ჩემი გჯერო და? მე ოდესმე რამეში მოგატყუებადე, რა დაგიშავე? გონგითხარი არაფერი არ არის შენი ბრალი მეტი. მე ვნახე ის ქალი. მე მოგეწონა? იცი ის ეშმაკია, ქალი კი არა, ეიშანი. ალერსიანად გელაპარაკებოდა და შენ პასუხს ვერ პოულობდი. მისი თანდასწრებით სიტყვის თქმაც უჭერს ადამიანს. ის პირდაპირ თვალებში გიყურებს. და შენც გჯერა რომ უყვარხარ. სხვაგვარად ასე ხომ ვერ შემოხედავდა.
ის არავის არ ტოვებს გულგრილს, ის სიყვარულს აღვივებს. ცეცხლივითაა და შენც თბები ამ ცეცხლთან. მოჯადოებული ხარ. სინამდვილეში ეს მომხიბვლელობა კი არა, საწამლავია. გაიგე? მისგან თავის შორს უნდა დაიჭირო. არ შეხვდე, არ ეკონტაქტო. მასთან შეხება არ უნდა კონდეს, თორემ დაუჯერებ, როგორც მე დაუჯერე. ბადე. შენი ბრალი არ არის. შენ მოულოდნელად გამიმხილე შენი საიდუმლოებები. შემიყვარდი. შენ გინდოდა რომ შეყვარებოდი. იმ ქალის დავიწყება გინდოდა. შენი ბრალი არ არის. ასე ნულაპარაკო. ეს მეც მინდოდა ესე. მინდოდა დამეჯერებინა რომ ასეთი შეგიყვარდი როგორიც ვარ. ბადე არ გინდა. კარი დაკეტე როცა წახვალ. ეზელ. გამარჯობა ძმაოვალი. რა საკეთებ? დღეს ერთ რამეს მივხვდი. ჯერ პისტოლეტი მოაშორე, მერე ვილაპარაკოთ. მივხვდი რომ სხვისი სიმოკლა უფრო ადვილია ვიდრე საკუთარი თავის. ამას დღეს მივხვდი. დღეს. დეფო, ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი უკვე წარსულს შეაბარდა. სიყვარული დანაშაული არ არის. საქმე ეგ არ არის. სიყვარული იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ ამ ამბებში. სასიამოვნო იყო დილით გახვიძება. რა თქმა უნდა, ეს დანაშაული არ არის. აბა რა ხდება? მე მისი მოკლა მინდოდა. და ეს სარიელი სიტყვები არ არის. მე მართლა მინდოდა მისი მოკლა. ეს გულით მინდოდა. შენც ადამიანი ხარ. ეს ყველა შეიძლება დაემართოს. ყველას ემართება, მაგრამ ყველას არ შეუძლია მოკლას. ეზელს უყურებდი და მისგან მოკლის ბრძანებას ველოდებოდი. ყველას არ შეუძლია საყვარელი ადამიანის მოკლა. მე შემიძლია. ვიცი. ამიტომაც არ უპასუხობდი შენს ზარებს.
Kardeşiz ya. ჩვენ ხომ ძმები ვართ. Çok. ნაბიჯურები ვართ. Sert erkekleriz ya. არა მზადები ძმაუვალი. Bir bok değiliz Ali abi. ერთმანეთს გავართ. Senle ben. ძალიან გავართ. Aynı. ჩვენ ადამიანები არ ვართ. Ama insan değiliz. Oğlum tamam canın sıkkın. მივხვდი ცუდად ხარ, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივა. Nasıl insan olmaz? ის შენი ქალი ის ადამიანი არ არის. რამდენი თვე გავატარე მასთან ერთად. Kaç aysa? მთელი ეს დრო ადამიანად გურძნობდი თავს, დანარჩენი ყველაფერი საზიზღრობა. ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყო. O kadar da değil. ეს ყველაფერი არა. ჩვენ კიდევ ვარსებობთ. Dayı seni seçti mi? ზიამ შენაგირჩია. ჯერ არა, Ama görecektin. მაგრამ უნდა გენახატებო. Olabilecek. პირდაღებულები მიყურებდნენ. Kaldı. Seçecek. ის შენაგირჩევს. Öyle mi diyorsun? შენ ასე გონია? Biliyorum. იარ მგონია ვიცი. Dayı niye beni seçti? მე რატომ ამომირჩია ალი? Abi sen de benim gibi. ციხეში ჩემნაირი ბევრი იყო. მაინც და მაინც მე რატომ ამომირჩია? Çünkü ben იმიტომ რომ kardeşim. საკუთარი დამოვგალი. Kardeş. მე მკვლელი ვარ. Dayı seni seçecek. ზია შენ გირჩევს. Yapamaz, ezel yapamaz. ყველას არ შესწევს ამის უნარი. ეზელს არ შეუძლია ეს, მაგრამ Sevdiğim. მე და შენ შეგვიძლია საყვარელი ადამიანების მოკლა. Dayı seni seçecek. ის შენ აგირჩევს, მაგრამ არა შენი მონდომების წყალობით. Ama iyice kasattın diye değil. Akşam Kenan. დღეს ქენანმა თავისთან მიგვიწვია. ერთად წავიდეთ. ზია, ეზელი და შენ. İster gel benimle. შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე. Kal burada. შეგიძლია დარჩე და თავი მოიკლო. Güle güle Ali abi. ბედნიერად ძმაუვალი. Nasıl çıkacağım? აქედან როგორ დავახწიო თავი? Nasıl çıkacağım? როგორ დავივიწყო ყველაფერი? Nasıl unutacağım? როგორ მოვიდე გონს? Nasıl düzeleceğim რა ben? მიქენი? Ne yaptım ben ha? გამომიყვანე აქედან. Çıkar beni. გამომიყვანე. Çıkar beni. Ne ყველაფერს istiyorsan გავაკეთე. yaparım. რასაც მეტყვი. Çıkar beni. მიშველე. Düzeleceğim. მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება. Geçecek. ხომ გაივლის ყველაფერი? Geçecek. ყველაფერი გაივლის. Neredesin oğlum? სად ხარ? İşim var. არ მცელია ძმაუვალი, არ მცელია. Oğlum çocuk რა გჭირს? პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? გამებუდე? საიდან მოიტანე, არავისთან არ ვარ გაბუტული. ეიშანს უთხარით. მობრძანდით ბატონო ეზო. ალო. Kenan akşam oyuna. დღეს ქენანთან მივდივართ პოკერის სათამაშოდ. ყველანი საკუთარ პრობლემებში ხართ. ახლა ამის დრო არ არის. აზრზე მოდით. ახლა არ მცელია ალი. Oğlum yanlış bir şey mi? რაღაც ისე არ თქვი? რაზე ხარ გაბრაზებული? რამეში ვწდები? საქმე წესაა. შენ მართალი იყავი. ყველაფერი სწორია. მე ის არ ვარ, ვიზეთ შენ ლაპარაკობდი. მე არ მინდა იმის გაკეთება, რაზეც შენ ლაპარაკობდი, ძმაუვალი. ეს ძალაუფლება სხვა რამისთვის მჭირდება. ჩვენ სულ სხვა პრობლემა გვაქვს. მაინც? შენ მე არ მჭირდები.
გამოდის რომ არ მოხვალ. კენანს რას უშვები? თავი დავანებოთ? ის ხომ მერტის მკვლელია. მოფიქრების დრო მომეციალი. შენ გელოდებოდი. უშენი. გამარჯობა ბიჭებო, ზია აქ არის? ო. ერთი პისტოლეტი თვარძია. დაჯექი შვილო. დაჯექი, დავილაპარაკოთ. მოდი. მე მოგიყევი მომღერალ სელმა ჰიუნერისა და ავტორიტეტ რამის კარაისკის სიყვარულის ამბავი. მოგიყევი? ასეც ვიცოდი, რომ ჯერ შენს ახალგაზრდა შეყვარებულთან წახვიდოდი. დაიწყებდი იმის მტკიცებას, რომ აღარ გიყვარ ვარ. მერე კი აქ მოხვიდოდი. ოდა აი აქ ხარ. ასე აპირებ დგომას. აღარასოდეს აღარ გაგიკარები ახლოს ეიშა. წადი ჩემი ცხოვრებიდან. როგორ არის საწყალი გოგო? გონს მოვიდა? ძალიან კარგადაა. მან ხომ შერი ადგილი დაიკავა. ეზა. აიღაც ქუჩის მაწანწალა იპოვე და მე დამივიწყე. ჩემს საყვარელ ქალზე პატივისცემით ილაპარაკე. ის თუ გიყვარს, აქ რატომ ხარ? რატომ არ ცდილობ საყვარელი ქალი დაარწმუნო ამაში? რატომ კარგავ დროს ჩემთან? არა და ის ხომ ახლა ქვითინებს. რატომ არ ხარ მასთან? გამოგაგდო? გაჩემდი. 5 წუთი ველაპარაკე და უკვე გამოგაგდო? აბა გაბედე და კიდევ ერთხელ გაეკარე. იმ გოგომაც კი მიგატოვა. აბა გაბედე და კიდევ დაელაპარაკე ეიშან. იქნებ ჯერისებ ქალწულია. რა სამწუხაროა, რომ მე შანსი ხელიდან გაუშვი. ასე. სწორედ ეს გინდოდა. გამოტყდი რომ ასეა. შენ მხოლოდ ეს გინდა. ადამიანი. მიხედე საქმეს. მაკოცე. მაკოცე. იცოდე. იცოდე თუ რა? იცოდე. თუ ერთხელ კიდევ გაკოცებ. ო. იმ დღესვე მოვიკლავ თავს. მათყო არა. მე ვიცი შენი ეს გამოხედვა. ყველაფერს შენს თვალებში ვხედავ. რაც გინდა ის თქვი. რაც არის იმას ვერ შეცვლი. სიმართლე გაინტერესებს ეიშა? სიმართლე ისაა, რომ ამჯერად ის გოგო ავირჩიე.
დანარჩენი შენ ციცი შვილო. ვიცი, მაგრამ ვერ ხვდები ეს რატომ მომიყევიძეა. შენ ამბობ რომ ისეთი ხარ როგორიც მე ვიყავი პირველ დღეს. ასეა? კი. თუ ასეა შვილო, მაშინ სასტიკი და ბრაზიანი იქნები. და თუ ასეა, მაშინ ჩემი შვილის გვერდით ვერ იქნები. ზია, თუ კი მე მგავხარ, ხიფათში გახვევ ჩემ შვილს. თუ მე მგავხარ, მაშინ სიყვარულს ითამაშებ. და საბოლოოდ გულს მოუკლავ ჩემ შვილს. თუ ნამდვილად ჩემნაირი ხარ, გირჩევ მისგან შორს დაიჭირო თავი. არჩევანს ვთავაზობ ზია, ან შენი ქალიშვილი, ან საქმე. ასეა, დაფიქრდი და გადაწყვიტე. ან ჩემს ახალგაზრდობას აირჩევ, ან ჩემს ქალიშვილს. მაშინ შენთვის რომ დაესვათ ასეთი შეკითხვა, რას უპასუხებდი? შენ რომ დაეყენებინე ვინმეს ასეთი არჩევანის წინაშე? ალი, მე და შენ მართლა არ გავართ ერთმანეთს. რა თქმა უნდა არ გავართ. იმიტომ რომ მე არ დამიყენებია შენი ქალიშვილის საფრთხის წინაშე. შენ კი დააყენე. ოდა ახლა შენ დააყენებ მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არა? რამიზია? ის სამიზნედ იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ქალიშვილი იყო. ის ქუჩაში ვერ გამოდიოდა მხოლოდ საკუთარი მამის გამო. რამდენი წელი იჯექი სახლში? რამდენი ჩემზე უკეთესად ვერ დაიცავ შენს ქალიშვილს? ძალიან ბევრს ლაპარაკობ შვილო. მომისმინე ზია, ერთხელ მაინც მომისმინე. აზადი უკვე საფრთხეშია მხოლოდ იმის გამო, რომ შენი შვილია. აზადს ისედაც ემუქრება საფრთხე. მე მივხედავ. ვიცი როგორც უნდა დავიცვა. ვიცი. ხო, მაგრამ როგორ შევძლებ მის დაცვას თუ კი საქმეს ჩამოვშორდები? იმ მარწუხებით გარაში რომ გდია? ზია, მართალი ხარ. შენ არავისთვის გითხოვია დახმარება. ყველაფერს თვითონ მიაღწიე. მე კი შენ გთხოვ დახმარებას, აზადის გამო გთხოვ ამას. მე მინდა მერე შევძლო მისი დაცვა, როცა შენ აღარ იქნები. თუ საჭირო იქნება, მე შევძლებ მის დაცვას, შენი მტრებისგან. მე ვიქნები თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მაინც არიან. დახმარებას გთხოვ ზია. მინდა აუცილებლობის შემთხვევაში იმის შანსი მქონდეს, რომ თავი გავწირო აზადის გადასარჩენად. ეს მინდა ზია. Kendi kanımı vereyim diye de istiyorum. Hayır. Ara mama. Baba hayır. Ara. Hayır. Ara. Ne oluyor? რა ხდება? Adam elini veriyor. ის მე ხელს მიწვდის. İstediğimiz განა ეს არ გვინდოდა ასად? İstediğimiz şey. Არა, ეს არ გვინდოდა. Ben მე istemiyorum. არ მინდა ეს. Ben senin მე არ მსურს მამა ben ჩემის senin baban ნაირი gibi იყო. olmanı istemiyorum. ne diyor? მამით რის თქმა გინდა? Bugün dedik. დღეს საშინელებები თქვი. მე ეს არ მინდა. Hepsi çirkin şeylerdi. როგორც ჩანს მე ხულიგანი ალი მინდა. ერთი უბრალო ბიჭი ალი. Ben serseri Ali'yi მე istiyorum. არ მჭირდება ის ვიზაც დღეს ლაპარაკობდი. Ben saf მე garip არ Ali'yi მჭირდება istiyorum. ის ალი. Öğlen გესმის? herkese anlattığın adamı istemiyorum. Azat. აზად.
Ben dedim babama. მე ვთხოვე მამა ჩემს სამარჩევანის წინაშე დაეყენებინა. Ben dedim. İkisinden birini seçsin. მან მიპასუხა ასეთი ადამიანები არჩევანს არ აკეთებენ. Seçmez ki öyle მაინც adamlar. დავითანხმე ამაზე. Ben dedim. მე არ მჭირდება Benim კაცი, için söyledim. რომელიც მამა ჩემს ხელს ჩამოართმევს. Ben არ მჭირდება. babamın elini sıkacak adamı istemiyorum. İstemiyorum. არა. Azat. Sonuç. აზად ეს ჩემი უკანასკნელი შანსია. Benim son şansım. უკანასკნელი შანსი. Bu benim. ეს ჩემი მეორე ცხოვრება. Aynaya სარკეში ჩაიხედე ალი. Bana bakın. მე ხომ შენი სარკე ვარ. Kendine bak. შეხედე შენს თავს. Ben o მე adamı. არ მიყვარს ეს კაცი. Kimse önceden არავინ არ გეტყვის ამას, ama მაგრამ მეორე ცხოვრების დასაწყებად საჭიროა dostlar ან შენაქციო ზურგი მეგობრებს, ya da ან sen პირიქით dostlara. მათ უნდა მიგატოვონ. Kimse bahsetmez. არავინ არ გეტყვის სიკეთე და ბოროტება როგორ ირევა ერთმანეთში. Herkesin ჩვენი საქციელი როგორ დარტყმას აყენებს kendi yaptıkları ჩვენს ოჯახს. yuvamızı salladığı zamanda. ბადე, შენ მართალი იყავი. მე მინდოდა შენი შეყვარება იმისთვის, რომ ეიშანი და მე ვისყებინო. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვიდა სიყვარული? მთავარია რომ მოვიდა. მე შენ მიყვარხარ. ეს ცოტაა? ჩემთვის საკმარისია. მაგრამ შენთვის ცოტაა. Dostların დადგა დრო, როცა ჩვენი ცხოვრებიდან მეგობრები ისე მიდიან, რომ არ გვემშვიდობებია. silahların masumları როცა უდანაშაულონი იერახს იღებენ ხელში, bu alemin usulca მეორე ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ პირველი ხელიდან გაუშვი. ikinci იმას, რომ შენ წააგე, kızım ilk როცა გამარჯვებას სულ ერთი ნაბიჯი გაშორებ. tam kazanacakken შვილო, მეორე ცხოვრება ikinci hayat kızım Ben dışarıda. გარეთ გელოდები. Merhaba. გამარჯობა. aradım. მინდოდა მეთქვა, თუ კი შემოთავაზება ისევ ძალაში რჩება, მე თანახმა ვარ. ikinci hayat მეორე ცხოვრება იმას არ ნიშნავს, რომ პირველში გიღალატეს. ilkine ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თავად იყავე მოღალატე. sen შენ რამის კარაისკის ქალიშვილი შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. çünkü იმიტომ რომ ახლა ყველაფერი ისევ შეიცვალა. Zaman დრო მოვიდა მამა. Gidelim mi dayı? მივდივართ ზია. yardım et. მომეხმარე და წავიდე, შვილო.
ნახვამდის ჩემო გოგონა. ნახვამდის აზად.